დილამშვიდობისა. რა ლამაზი მიხაკებია რა. ხო ვიცი, როგორ არა ვიცი, მამაშიც არ მოსწონს. მამაშიც არ ყოტანაზე არ ამინა, როგორ არ მოსწონს. ალო? ამბების კრიალოსა. ალო? ალო? როგორც ვიყავი ყოველდღიური პანორამა წერს 1990 წელს იტალიაში. სალმე. გაიუზი კარგი კაცი მინდა. მაგრამ რატომ უნდა იყოს ცუდი აუცილებელია? არა. ტელეფონზე ესეთი თავაზიანია მოგძალებული. მოიყვანე, გავიცნობ. არ მოდის. როგორ არ მოდის ისინი? არ ვიცი, არ მოდის. მაგრამ ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა მოვიდეს? ალბათ. ალბათ? ხო, მოვა დედა, მოვა. მაყვავილებს რა უყვაქ ადგილი აღარ არის. მე მოვული. ის კალი სულ გაუნათლებელი ყოფილა, ხო? საშუალოც არ ქონია დამთავრებული. არ ვიცი, არ ვიცნობ. შენ საიდან უნდა იცნობდე? ამბობენ ცნობებს აგროვებთ არა? სალომე. აბა ისე გადაგაგდო? ისევ თავიდან. სალომე. ფრანგმა რეჟისორმა ანდრე ალიმი ეკლესიაში მოდივა. შეიძლება ეს ყვავილები შეძლოს ახში შევიტანო. აკა არ გაქვს ადგილი. მთელი საქმე ყვავილების არის. გიორგი გახარ? იზამე. შენ იცოდი იმას ცოლი რომ ყავს? ვიცოდი. შვილები? ეგეც ვიცოდი. მერე? მერე რა? არაფერი? დამანებეთ. დაგო! ესტა. ბოლოს და ბოლოს არ უნდა ვიცოდეთ ვის მიყვება ეს ჩვენი ქალიშვილი. არ უნდა გავიგოთ რა კაცია. მე ადრეც მითხრეს რაღაცა. შენ არ იცი ჩვენი ქალაქის ამბავი გითხრეს. მოგდალი. ერთი დაიწყო. კაცო. რა უნდა? არაფერი ფანჯიდან იხედება ხოლმე. თვითონ ფანჯარა არა. რაღაცა სუხსის. იქიდან არ ჩაგებს. რა? მეზობელ სახში ცოლქმარი ჩხუბობს და აინტერესებს. ვიც რა ინტერესებს? დაგო. დაგო, ეს ყვავილები გვერდის ოთახში შეილა. გაიოზმა გამოგზავნა. დაგო. შენ იცნობ გაიოს? ძალიან კაი კაცია. რა იცი შენ? გინახავს? არა. წადი შეიტანე. მაცალე კაც ველაპარაკები. ძალიან ლამაზი თავსაფარი გამომიგზავნა. სხვათა შორის წამალიც მიშვა. რატომ? როგორ თუ რატო? წაიღე ყვავილები. მივდივარ ის წამალი რატო უნდა მიშვა? 2 საათზე მოწაფე უნდა მოვიდეს არა? 2 საათზე სხდომა მაქვს მე ინსტიტუტში. მომეც. ესე ბევრ დროს კი გავხდი. რა უკნა უნდა დავეხმარო. ხო იცი დედას მეზობელი. აი ეს ერთობა ხოლმე? წარმოგიდგენია. მარტო ხელა? ხო, 3 კატარა. აღარ ვიცი რა.
ფარდა მაინც ჩამოვაფარონ ასე როგორ შეიძლება. არა, თუმცა არ არის. ანუ გაგიჟება შეიძლება ამ სახში ყველა მემაჩუმებს, აი ეს კალიც. კი, მაგას უკვე. ის ვიცი, როგორ? აი ესე აღარ გავიცი. კარგი, ნუ ლაპარაკობ ასე. ულაპარაკობ ასე საზიზღრა. ბადრი. გიორგი. გაიოს უყვარსალი. უყვართ ერთმანეთს. რა იცი? ვიცი. აი ყოველდღე რომ არ დაერეკოს არ შეიძლება. ისეთი ყურადღებიანია. ხომ არაფერი გჭირდებათ. რომ დაგჭირდებოდეს? არაფერი, მაგრამ ეს ყურადღება ხომ გასა. ყურადღება ძალიან კარგი ისეა. მაგრამ ოჯახი რომ მიეტოვა? ეს არაფერია? ამდენი ხანი როგორ ძლევდა იმ ქალთან. ერთი გაუნათლებელი ვიღაცა ყოფილა. რას ლაპარაკობ? ყველა განათლებული ხომ არ იქნება? დედა იყო. ოჯახი ქონდა, აბა როგორ ცხოვრობს ხალხი? გაიოზი მაინც სულ სხვა. ნუ იცი შენ ასე ჰაერზე ლაპარაკი. კი, მაგრამ აი, კარგი ბატონო. მოვიდეს. გაგვეცნოს. ნახოთ. გიორგი. ვერ მოდის. არც ძალიან. საცოლესთან მოსასვლელად არის ძალია? არც ძალიან დაკავებული. რა იცი შენ? ამბობენ. ვინ ამბობს? ყველა ამბობს. მაინც? დაკავებული. მაინც? ნუ სალომე ამბობს. სალომე. სალომე ბავშვია. შენ თუ სალომე ყოველთვის ბავშვი იქნება. სად მუშაობს ის კაცი? არ ვიცი საერთოდ. არ იცი. არ ვიცი. ვინ არის? რა კაცი? ხედავ, შენ არაფერი არ იცი. გიორგი. დადინჯებული კაცი განს, გზაზე დამდგარი. იმაზე ძვირი არ არის არ თქოს. ყველა აქებს. ბოლოს და ბოლოს ხომ და გათხოვდეს ეს გოგო. ყველა მისი როლი გათხოვილია. შენ გონია ჩემთვის ადვილია, მაგრამ რა ვქნა? უნდა ხნა და ოჯახს უნდა მიხედო. გიორგი, მე მეუბნები მაგას. კი, მაგრამ ამის მეც რას ვაკეთებ? სად არის ის ბიჭი? გურა. სად არის? თავის ოთახში დაუძახო? არა, ასაჭირო. მუსიკას უსმენს ალბათ. გიორგი, ახლა ყველა მისი ტონი მუსიკას უსმენს. გამოცდები? სწავლობს კიდევაც, გიორგი. ნახოთ. გიორგი, სანამ ეს დაუძახე. არა. გეხვეწე. არა ბატონო, მაგვიანდელი. გიორგი, სალომე. არა, ისე მართალი ხარ. ყველამდე ვარ თქვენი პატივისცემით. კაცმა რომ თქვას რა მაქვს სასაყვედურო არა. ცხოვრება თავისით ამეწყო. კარგი ცოლი, სიმამრი პროფესორი, კათედრის გამგე. მე მასთან მუშაობ კათედრაზე. ეს ამოდენა ბინა. მე რა მოხდა იქ და ჩემი რომ სულ მარტო. აი როგორ არ გესმის რომ არ შემიძლია ესე თქვენსავით თებში თხელში სამზარეულოში სირბილი. დედა და რომ კარტოფილი მომეცი, დედა და რომ მილიონი დამისი. გიждებიან, ხო? გინდა დედა და რომ აქ შემოგიტან საჭმელს. შენ რა მასხად მიგდებ? აღარ ვიცი ბადრი რა ვქნა, აღარ ვიცი. სიცოცხლე, ბედნიერება, ჯანმრთელობა, ფული, ბინა, მანქანა. მოკლავს აბრესაბა. რა იყო შეხალ რა მოგივიდა? მართლა მანქანას კი არ ვაგდება ჩიკაში. მოკლავს ამდენი შაქარი. ჯერ არავინ მოუკლავს და რაღა მე დამეტაკება. არა, ბევრი შაქარი არ ვარ. ყველაფერს რომ ყურადღება მიაქციო შემონესთან რასაც ამბობენ. აუი დედა საწაყვასა. ჯიუტი კაცი ხარ? კარგი კაცი ვარ, კარგი. არა ვინაა პატრონი. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა ხომ გაიგონია. სადღაც კარგი მომაწოდე, კარგი აი ეს. არა ბატონო, არა. ამ სახში წესრიგი ნამდვილად არ არის, არა. გვაშალეს უფრადო. გამოიტანე პურნარელი და აყარე. თვალი ჭამს და თვალის ლამს. თორა, ახლა მშიერი კაცი არ დადის ამ ქვეყანაზე შემონესთან. რომ მოგეკალი დილით ჩაის დამალევიებდი მე რატო
გრიპი კი არ მჭირდა, ჩაი დავლიო. აი, საწოდაო ჩემო მარიამ. შენ რომ ახლა შენი ქმრის გაჭირებას უყურებდე. გალროშივით რომ იპარავს, პურს დაკარავს. როგორ გეკარდება, როგორ? მაგრამ რომ აღარ ახარ ამ ქვეყნად შესაწყალო. კარგი ქენი, კარგი ჩემო მარიამ რომ წახვედი. სწორედ რომ დროზე გაეცალე ამ უბედურებას და აღარ უყურებ შენი ქმრის გაჭირებას თუ არა, მაინც მოკვდებოდი და რაც გინდა. აი. ძვირფასი ქალი იყო ჩემი მარიამი, ძვირფასი. სადღა ახლა იმისთანა ქალები არ გამიგონია. ერთი მაჩვენე ბატონო, ერთი მაჩვენე და გაჩუმდა. კი, მაგრამ ელისაბედს რას უწუნებ თვითონ? შენ არ თქვი, აი ხალიაო? ელისაბედი გენათვალე ძველი ქალია, ძველი. აი, ახლა შეკაცო ნუ დააბერე ნამედან. აი ეს ნეკზე არ მიყებინოს, ნეკზე, მაგრამ ისე არა. ათის ბებერი და დაკაჩანაკებულია. როგორ გეკადრე? ნეტა. ამდენი წელს იქნება ახლა მაგ ნეტა, მაინც. ცენ 50-ის არის. რა გადრება ნეტა. ნეტა. აბა? მაგ იქნება 49 წელს მეტი არ იქნება. რა გაყვირებს? ხაცო. როგორ მინდა მარტო ვიყოს არ მეტყენში? ეს მაგას გეუბნებოდი, თავიდანვე ცალკე უნდა გეცხოვრო. როგორ უნდა გვეცხოვრა ცალკე? მიასე არ შემიძლია, დეიდადა რომ ბულიონი დამისხე, დეიდადა რომ კარტოფილი. არა, მითხარი, აი როგორ უნდა გვეცხოვრა ცალკე? კარგი რა, მთავარი ის არ არის რომ ერთად ავარ ბადრი. შენ ჯერ სულ ბავშვი ხარ. მე რა ცუდია? არა, ისე დგება დრო, როდესაც ადამიანი ცოტა ჭკუაში უნდა ჩავარდეს, ჭკუაში ჩავარდებით ერთმანეთი აღარ გვიყვარება. აი ნახე, ყველაფერი კარგად იქნება. ბავშვები მაინც გაიყვანონ გარეთ. როდის იქნება კარგად? ხვალ თუ ზეგ? ან იქნება მაზეგ? თებში. როგორ არ მიყვარს აი ესეთი ლაპარაკი? რომ იცოდე როგორ არ მიყვარს? მეც არ მინდა, მეყოფა. ეს საქმე უნდა გამიგეთო ჩემო ნესტან. რა საქმე? მომწყინდა ბატონო, სოფელში გდება, მომწყინდა. სამი თვე რო ვარ აგერ გაჩერებული კაცო თქვენთან და სახედარივით ფეხს არ ვიცვლი. განა არ ვიცი რომ ეს საკადრისი არ არის, მაგრამ რა ვქნა ჩემო ნესტან, რა ვქნა. მე ვიდა ბატონო ჩემი წაკლის დრო და რა გეჩქრა? მაგრამ არ წავალ რომ იცოდე შენ? არ წავალ, არავითარ შემთხვევაში არ წავალ. საწავიდე ბატონო, საათ მარიამი აღარ არის. შვილი მე არ ამყავს და ძირი. ახლა კოლმეურნეობის კანტორაში მოანგარიშე თვითონ ახლა ვერ ამუშავებს მე. აქ უნდა დავრჩე ჩემო ნესტან. აქ უნდა დავრჩე. ჩვენთან კი მარა. აქ უნდა დავრჩე. სა? მეც მინდა ბატონო ადამიანურად ვიცხოვრო. გავივლი, გამოვივლი, რა უჭირსა დაშავდება ვითომ რამე. ერთბაშად ახლა უცებ არ შეამჩნიო ამოდანა ქალაქში. არიქა აბესალო მოგმატებიაო. შენ არ მომიგდე, კაცი შვილი ვერ შემამჩნევს იქნები ჩემთვის ხმარა. მაგრამ ჩვენთან აქ კი ბატონო კი, მაგრამ ორი ქალიშვილი სახში მისის, სიძე, გურამი, მე და გიორგი, აგერ დარო. რა ვიცი კი ბატონო, დიდი სიამოვნებით დარჩი. დიდი სიამოვნებით კი არა, ნამეტანი დიდი სიამოვნებით დამტოვებდი შენი ამბავი რო ვიცი. არა, დარჩი როგორც სად არა, ჩემო ნესტან. გავიჭირე. არა ბატონო, არა და არა. წენია კაცი ხარ. წენია კი ვარ, მაგრამ სულელი არა ვარ რო იცოდე შენ. არა ბატონო, არა. თქვენთან დამჭენთან გავარ მე. რატო? აი საცოდაო აბესალო. აი ბაბილონში ვიცხოვრებ მე. ჩემი სახლი რატომ არის ვითომ ბაბილონი? არა. ბაბილონი მე არ მithქვამს. თქვენმა სიძემ ბრძანა გუშინ. ამინდა რა ხუბო შეიძლება რამე თუ რა მაინც ერთი და იგივე იქნება. გინდა საუზმეს მე თვითონ მოგიმზადებ. არა, ინსტიტუტში ვისაუზმე. რა.
მაგ ხედს რა უნდა გააგებინო? გიორგის მე როგორ პატივსაცემ ეს შენ ძალიან კარგად იცი შემონესდა. მაგია ჩვენი სასახელო სიძე, პროფესორი, დიდი საჩვენებელი კაცი. სიძე, როგორც მაგას ეკადრებდა მარა. იბერე, ეს რა არის ახლა შენი დასაწული? გეტყვი და გეწინება შემონესდა. გურა! დამაცადე ერთი წუთი, გამოგივიდა, დამაცადე ერთი წუთი. გურა, სულ გამოთიშე, მოსიდა, იმეცადინე, რენაცაუზელა, იმეცადი. ამიტანის დილობიანია ეს ბიჭი და გაცხასი სამსუსათუა. ძალიან აბსოლუტურად რა უნდა და იმას გეუბნებოდი ჩემონესთან, უნდილია შენი სიძე, უნდილი. პაპიროს მაგი არ ეწევა, ღვინოს მაგი არ ასვამს. არა რაღაც მე ლოთობაზე არ მოგახსენებ, მაგრამ ერთი ჭიქაღვინო კაცმა არ უნდა დალიოს. ასე რა შეიძლება რომ ჭიქაღვინო მოგიჭახუნოს კაცმა? მაგრამ მეორე სიძე გეყოლება ძვირფასი ჩემონესთან. და რა ბიჭი შეხედე რა პაპიროსი გამომიგზავნა მარბორო აბესალონს ეს სიამოვნებაო შენ იცნო აბესალო სამსახურს დამპირდა და თბილისში ჩაწერა იბერე იცნო შეკაცა პირადად არ ვიცნობ მაგრამ სალომეს უთხარი და უთქვია რომ აბესალონს არაფერს გაუჭირვებო მაგას ყველაფერი შეუძლიაო მითხრეს ელისაბედი უნდა შემთხვევად ქვრივი ქალია ბინავს რა უნდა ახლა მაგას უნდა ჩემისთანა აზახი წარმოსადეგი კაცი კაი სიტყვა პასუხის პატრონი უშვილობა და უშვილო დარბაისელი რა იყო რაღაცა მევნახე მეთქი შეკაცო რა ახლა თქვენი სიყვარული არ გადამრიო კაი ნესთან კაი ცოლ-ქმარს ერთმანეთი უყვარდეს პირველად ბესმის მე იქ შემოსვლას რომ მოუხშირა ვერ ხედავ სულ ასე შემოდის აქ ნესთან დამასახლე ამ ჩვენს მშვენიერ დედაქალაქში და რაც გინდა მთხოვეს ამაგიეროთ არ გამაგიჟო აბესალო რა არის ახლა ეს რას გავს რა სახუმაროა შეგაცო გადევირები და ეს არის რაც ახლა რა ყველაფერი ხუმრობა გონია ამ ხალხს გაწუხებთ ხოლმე დიდი ამბავი დედა მომიკიდო თუ გნება დაუძახე არა არ არის საჭირო გურა გამოთე ეს მაგნიტოფონი წიგნი აიღე შვილო წიგნი აიღე მადლობა დედა მომეც რომ კაც გასაგები ბერა მაქვს ძალიან ვთხოვე შენ არ მომიწევა მაშინ მოჩაკეტა უჯრაში სანამ არ ჩააბარებს მანამდე ვერ იცოდა ეს რო იმეცადა მარიკა არ დაურეკ კაფს შესაძლოა ტელეფონიზავი არის მის მინდა დაგირეკოს კაი ოზმა ხო გასაგებია რა არის ეს კარგი მოიცადე არ წამოვიდე მოდი აქ ჩქარ ნახე რა ბიჭია რა საყურეები ხო ბრილიანტის არის მოგწონს ძალიან ლამაზია შენ არ აიღებდი შეიძლება გავიგეთ მარიკა რა უნდა მეკნა პადრი საქორწინო ბეჭედი არ უყიდია დღემდე ან საიდან უნდა იყიდოს ჩვენ ცხოვრებაა პადრი კი არ ტყუის საკუთარ საწოლი არ აქვს დღემდე ბედნიერი ხარ სალომე ბედნიერი ცი რა იქნება დამნა როგორ გიხდება გინდა შენი იყოს დიდი მადლობა შენ უფრო მოგიხდება შენ რა გეწყინა რა უნდა მწყენოდა ციგ მართლა თხოვდები
ყავდა. შვილები ხომ ყავს? ყავს, ხო, ყავს. დამანებე თავი, მე ხომ არ ვერები შენ საფრთხეში. გურა, ადექი არ გესმის? რატომ დავდი, ელევი? იმიტომ რომ ეს ბადრის საწოლია. ადრე ჩემი. გურა. აუ, შეუბერა. დაანებე თავი იწვეს. ზეცი, მებრებო. თქვენი ბედნიერების გულისთვის ბავშვებს სიცოცხლეს უმწა. კაცი ბავშვი ხარ. რა მოხდა მე ვეღარ დაწვევი ამ ლოგიში თუ რა მოესწრე? ახედო. აი ხომ ხედავ მარიკა, ბავშვი წიგს კითხულობს თავისთვის, არავის ხელს არ უშლის, თქვენ კი უყვირით. ვიცი მე ეგრე წიგნებიცა. ქიმიის სახელმძღვანელო უნდა გეჭიროს ხელში. მივხვდი. შიქ სიყვარულის ნამავი რომ არ წერია, ამიტომ არ მოგწევს, არა? არა, რა თქმა უნდა, ეხლა ეს ტრისტანი და იზოლდა არ არის და არც რომეო და ჯულია. რომელიმე წაგეკითხოს მაინც გურა. სიყვარული წიგნებიდან არ უნდა ისწავლო, ეს არის თქვენი ნაკლი. ადექი ახლა კიდე თავხედი. მარიკა, ვერ ატყობ რომ შეგამ შვენიერი მასწავლებელი დადგებოდი. რა გინდა და თეატრში როგორ შეიძლება ნიჩის ასე დაღუპ? მე მივდივარ, მოგვიანებით. აი, ბადრისგან კარგი ბავშვი და დიდი. მეორე წელია ინსტიტუტშივე შესული. თქვა შევედი, მერე? მერე დაამთავრე. დავამთავრე, მერე? მერე სამსახურში მოეწყობი. თქვა მოვეწყვა, მერე მერე? იმუშავე, კრეტინო. თქვა ვიმუშავე, მერე? გურა. გურამ შენთან ერთი სათხოვარი მაქვს. აი, მარიკა, ხომ ხედავ ასე უნდა ლაპარაკი. 2 საათზე შენთან მოწაფე უნდა მოვიდეს. შენ ხომ იცნობ იმას? ის შორი. ანუ მაგას არ აქვს მნიშვნელობა. უთხარი რომ ხვალ მოვიდეს 2-ზე, კარგი? სიამოვნებით შევასრულოთ კითხვას. წავედი. სად მიდიხარ ესე უჯმე? ინსტიტუტში ვისაუბრე. ჩვენ და რო ისე უზმო არ შეიძლება. არა, როგორ არ შეიძლება? მაგვიანდება. ბადუ ერთი წუთი. მეჩარება. ერთი წუთი. საქმე მაქვს. დაჭიქი ერთი წუთი საქმე მაქვს. ეხლა წები დაჭიქი. გისმენთ. ადრე რა დაგემართათ მითხარი? რა უნდა დამართო? რაღა მე შემხვდით ასეთი მორიდებული და თავაზი. მომესმის ასმეულები, თუ გაცრავთ. ბადრი, დიახ. შენ ამ სახლში რამე გაკლია? არა, რას ბრძანებთ არა. შენ ყველას ძალიან ვიცი. უყვარს. არც ის არის ბადრი სამარცხვინო რომ ჩვენთან ერთად ცხოვრობ. როგორ ვიადრებათ? გიორგიც განსაკუთრებულ პატივს ვიცი. გცემს. მე რა რო იმასთან ერთად მუშაობ. ვინც რა უნდა ისთვის? არა, ბატონი გიორგი მეც მამასავით მიყვარს. ბადრი, ჩვენც ვიყავით ახალგაზრდები და ყველაფერი თავიდან ასე კარგად კი არის. მე ვიცი რაც გაწმახებს. მოგცემენ ამ ბინას, აბა რა იქნება თუ კი ჩვენთან ერთად ცხოვრება არ შეგიძლია. ეს სახლი მართლა ბაბილონი კი არ არის. რა, მარიკამ გითხრათ? არა. არა, არ იფიქროთ რომ მე რამე მაწუხებდეს, არ დაუჯეროთ. მე პირიქით ძალიან მადლობელი ვარ თქვენ. ბადრი, მარიკა, შენ ძალიან უყვარს. ვიცი, არა, არ იფიქროთ თითქოს მე. არა, ბადრი. შენ ხომ ჩვენი შვილი ხარ. წადი ახლა გაგვიანდა. ნახომდის კალბატონს. ბადრი. დიახ. არ შეიძლება დედა დამეწა. არ ვიცი. გერიდება. გასაგებია. ესეც ალბათ მიჩევა, ხო? რა თქმა უნდა. წადი ახლა გაგვიანდა. ნახომდის. აბა შენიც. ნახომდის. დარო. დარო, აქ ავარაკ. რა გაყვინებს? დარო.
ეს ყვავილები რა უყავი? გიორგის ოთახში შევიდა. ის გოგო ბედნიერი იქნება, ბედნიერი. სალომე ლამაზი გოგოა. კი. ყვავილებსაც გამოუგზავნიან და კიდე ბევრ სხვა საჩუქარსაც. ის კი არა მაგის გულისთვის კაცოლ შვილი მიუტოვებია. შენი ნესტა განაირად მელაპარაკები. ყურები არ მაქვს. ისევ შენ მაინც მურავისთან მოიტყვი. ვისთან უნდა ვთქვა? დავადიდე. ვოც არის აუზმე? ამბიენდება. სულ მიატოვა ჯამა. მალე ფრენას დაიწყო. ხო და მალე ფრენას დავიწყე. სადაც ხომ მოხდა? ალბათ. და რომ მოდი დღეს ბაზარში ნუწავთ. როგორც მიბძანე. გუშინდელი სადილის ხელუხლებელია. გუშინ სადილის თავი ვის ქონდა? ის ბიჭი მაინც სულ მშიერი დადის. სამზარეულოში არ შემოდის. ბადრი? ჰა? წვენია. არა უშავს მიეჩვევა. შენ მაინც მურავისთან მოიტყვი. ნესტა. ამ ოჯახში დავბერდი და სულ უცხო გონი ვარ. მოიტყვი და მოიტყვი. არა. თვითონ არ ვიცი რას ლაპარაკობ. გონება მაქვს არეული. მეგონა ბავშვები დაიზარდნენ და ახლა მაინც დავისვენებ მეთქი და. ჩემო ნესტა. ქალის დასვენება ვინ თქვა? ერთი გოგო გათხოვილი ქმართან ერთად შინ მიზის. მე რა მოხდა? მეორეა და ცოლიანს მიყვება. გურამია და კი რა ქნას ამ გურამმა რა? ისე ძალიან კი უსვამ თავზე ხელს გურამის. აბა რა ვქნა მამის მით ეჩხუბო? ვიცი. არ ვიცი რაღაცა ცუც მიგრძნობს გული და არ ვიცი რა ვქნა. ყველაფერი კარგად იქნება დალია ჩაი. შემოდი. ბატონი ბადრი შემბრძანდება? მორჩი რა წამო. მე ბატონი ბადრი მინდა და დაბარებული ვარ. მომატრაგოზე. თქვენ მისი ასისტენტი ხარ? შემოდი. არ არის სახლში? არა. რატო? რა ვიცი. საკვირველია, ისეთი წესიერია. შენ მასწავლებელი ვერ იქნება. მე ძალიან წესიერი გოგო ვარ. თუმცა უნაკლო არავინ არის. მორჩი ეხლა რა? ზოგჯერ მინდა საყელო გავუსწორო, ან თავზე ხელი გადაუსვა. მორჩი მეთქი. რატო არიან დიდები ესეთი საცოდავები? ადრე ცუდი ბიჭი არ არის. რასამობ მე ამოდენა საქმეს მიკეთებს. წარმოვიდგენია უფასოდ მამეცადინებს გავიყიდებოდი. გიტირია როდის მე? ჰა? გიტირია როდის მე? გამაგი. მე კიდევ ტირი ხოლმე. აი არაფერი მიზეზი არ მაქვს, წევარ ჩემთვის და ტირი. გოგოთ რომ გაჩენილიყავი არ გინდა. ბაბა გეყოფა ახლა არტისტო. მე კიდე მინდა ბიჭი ვიყო. ისე ბევრი არაფერი აკია, გარეგნულად გაზგიწავს. მაგიტომაც ტირის სწორი. მართლა მუსიკო რატო ხარ ასეთი უშნო? რა შეიძლება საქმე, ა? კიდე ზღაპარი მოგიგო. შენი ზღაპრებისგან ტვინი მაგახრეთი. კარგი ერთი. დასაჭირო ესეთი ტვინი. შეხო ტვინი არა გაკ. და რა ტვინთა ტვინი? ერთი უშნო გოგო ჯარც აგროვებდა. იცი მართლა დაუწერა ზღაპარი. ცისკარში მიიტანე დაგიბეჭდა. ის უშნო გოგო სულ ტიროდა და ჯარც აგროვებდა. ეკითხებოდნენ რა გატირებს შესულელო, მაგრამ გოგომ არ იცოდა რა ატირებდა. მხოლოდ ჯარც აგროვებდა. ეგ იყო და ეგ. მიქონდა ჯართი სკოლის ეზოში. ჯართი იქ ეყარა ხელს არ ამეკიდებდა. ეგ იყო და ეგ. გოგო ფანჯერასთან იჯდა.
ჯარც უყურებდა და ტიროდა. ეგ იყო და ეგ. სულეგარი, მოგწონს. მაგარი. ბიჭი რო იყო რა სიზამთე? კბილებს გაგისწორებდი, მეტი რა უნდა მეკ. ეგ მორევაზე. ვივარჯიშებდი და მოგერევდი. რა კარგია სკოლას რომ ვამთავრებ, არა? ამთავრებ თუ რა შენს აკადემიას ამთავრებ. ამდენხანს როგორ გაჩერებდნენ არ გიყვირს? წარმოგიდგენია ყოველ დღე 6 გაკვეთილი არ მექნება მოსამზადებელი. ცოტას გავივლი, გამოვივლი. კინოში წავალ, შევამხედე. აა გიყურ. მე ვერაფერს ამჩნევ. სულ ვერა მაიმუნი. სულ ვერაფერს. კარგი დამოგვიდი. აა დაგაკვირდი. კარგია რომ არ მეტყობა. პერლამუტრის პომადა. თუ არ გეტყობა რაღაცა ის. მეც არ ვთქვი რაც მონაირად მახინჯი ამას გითხრას. იცი კიდევ რა მინდა? რომ არავინ არ მატყუებდეს. მოცხადებული სულელი ხარ. ალბათ. შტე რომ ყველა ერთმანეთს დატყუებს. მე არ მინდა. სუშინ სულელზე. შენც მე მატყუებ? თქმა უნდა. კონჩენი ჭირი მე ხლა ქსენები არ გამემართვა. მაგის მეტი დარდი არა მაქვს. იცი ვინ მომიყვანა აქ? გითხრა? მე არ მინდა. არ გინდა და ნუ გინდა. ბადრიმ რა დამიბარა? ხვალ მოვიდესო. მაგისგან მაინც არაფერი არ გამოგვა. ამდენი ჩავიჭრე. მე მეორედ ვაბარ. დედას ეწყინე. შეეჩვება. ვინ მოგიყვანა? ხომ არ გაინტერესებს რატო მეკითხები? ნუციკო შენ წასვლის დრო რომ მოვიდა ვერ ატყობ? აუცილებლად ხო არ გაგაგდებ აქედან, არა? აი მესმის. ასე არის. წადი შვილო, იმეც წადი მე რას მიყურე? მართლა ჯერ რას გიყურებ, მამა პროფესორი. რა გამოგიყვანა? ვინ მოგიყვანა? რამეშველება მითხარი მართლა ჩავიჭრები? არა უშავს. კითხოს ალბათ ვინმე მაყურთა პიცა. ხალხში გამოხვალა შენდები, მე შენ გეტყვი შვილების გაჩენის წელს მოიწყვეთ. ვინ მოგიყვანა? რო გითხრა გაგიშდები. ვინ მომიყვანა და? მეც მოიცა. მე როგორც მოგიყვანა ისე წაგიყვანოს. მომბეს და შენ დაღაბარო. გაიოსმა მომიყვანა. ვინ? სხვათა შორის ჩემო გურიკო. იმ დღესაც მან მომიყვანა, თანაც დანებე მესაკისები თუ რა დაგინდა? მაშინ ამოფრო მე პომადა არ მიხდება. თანაც რა? რა თანაც? რას ვამბობდი? ხო. თანაც ქალაქ გარეთ გასეირნება შემომთავაზა. არ მეცალა თორემ უსათუოდ წაყვებოდი ბადრი მიცდიდა. წაღვოდი რა ვარ წაღები, შენ რა გონია რომ გადავიჭრები. შენ რა თქმა უნდა გადაირიო. საკვირველია ღმერთმენი შენ რა შუაში ხარ. სხვათა შორის ძალიან სიმპათიური. შენ რა გულში ხوار ჩაგივარ? შენ რა ხომ არ ეჭვიანო? ხმაკალი. ესე შენთვის ბებერი. სრულებითაც არ არის ბებერი. მაგის ხმის კაცები ახლა მოდაში, აი მოდა კი დიდი რამ არის. სალომე რომ არ მეწოდებოდეს. იცი გურა, მე მართლა ყველა მეწოდება. შენ ხომ არ გწყის ეს რომ გელაპარაკები, შენთვის ხომ ყველაფერი სულ ერთია. ხო სულ ერთია. სულ ერთია, გადი ეხლა აქედან თორემ მოკლა ვიცოდე. მივდივარ გურიკო, მივდივარ. ამე ხომ არ გაწყენია. იმეცად და მე ხელს არ შეგიშ. უკაცრავად ერთი წუთით შეიძლება. იცით რა, თქვენ მე არ მიცნობთ. მე კიდე ხანი არ მიცნობთ. ასეთი წარმომედგენთ. არა, ბუნებრივია, ყველა უკეთესი საკენ მინუტებს ჩემთვის გასაგებია. თქვენ ბედნიერი ხართ, არა? რატომ უნდა ვიყო უბედური? რა თქმა უნდა ბედნიერი ვარ. ო, ამიტომაც მეწოდებით. გეწოდებით? ალბათ ფიქრობთ გიზია, ხო? არა, ჩემთვის ძალიან მოულოდნელია. მოულოდნელია. განაცხოვრება მოულოდნელობით არ არის სავსე. ამბავი, რომლის მოყოლასაც მივაპირებ, ესეც მოულოდნელი იქნება. და თანაც მწარე, ისევე როგორც ყოველგვარი სიმართლე. ხომ მეთანხმებით, რომ სიმართლე მწარეა? არიცით, არა, აგეკამათებით.
არა, შეიძლება მე ვწდებოდე, ტყუილად ვღელავდე. ვერ ბედავდე თქვენთან სიმართლის თქმას, მაგრამ ამბავი რომლის მოყოლასაც მევაპირებდი, შემაძრწუნებლად მეჩვენებოდა. არა, ალბათ ვწდებოდი, ადვილი შესაძლებელია, მე ხშირად ვწდები ხოლმე. თქვენ ვერ წარმოედგენთ რა ბედნიერი ვიქნები, აი ახლაც რომ ვწდებოდე, თუ თქვენ ტკივილს არ მოგაყენებთ. არა, მე მიყვარს ძლიერი ადამიანები, თუმცა მათ რიცხვს სამწუხაროდ მე არ ვეკიდა. საჭიროა ასეთი ლაპარაკი. თუ რამის თქმა გინდათ, მითხარით თუ არა და წავიდე, არა? რა თქმა უნდა. მაგრამ თუ თქვენ ძლიერი არ ახართ მაშინ, იცით რა, მე სუსტი ნერვები მაქვს და ქალის წრემის დანახვაზე გული მინდის. არა, შეიძლება წრემებსაც გადაურჩეთ, რატომაც არა. ნუ თქვით, გისმენთ. მე თქვენ მომწონს ხართ. ძალიან სასიამოვნოა. მე არა, არ შემიძლია. თქვენ რა ხუმრობთ? როგორ გეკადრებათ? იცით რას გეტყვით? მოდი ჯერ გადაწყვეტეთ მითხრათ თუ არა და ისე მოგბრძანდეთ. ახალი ხართ, ნახომს. მოითმინეთ. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ზუსტი მისამართით მოხვედით? მაპატეთ. ჯერ უნდა გაგცნობოდეთ. მე მქვია ნუკრი. მსახიობი ვარ. მთელი ჩემი სიძლიერე იმაშია, რომ მე თქვენი ნათესავი ვარ. ნათესავი? დიახ. ცოტა უცნაური ნათესავობა კი გვაქვს მე და თქვენ. აი მე თქვენ თითქმის ძმად გეკუთვნით. როგორ? ახლავე აგიხსნით. თქვენ მალე გაიოზის ცოლი გახდებით. არა, პასუხი არ არის საჭირო. აი მე კი გაიოზის ცოლის ძმა ვარ. მას ჩვენ ვინ ვართ ერთმანეთის? ნათესავები. და თან თუ დაუკვირდებით ძალიან ახლობენ. რა გნებავთ? არა, მე გაიოზე ცუც კი არ ვამბობ. როგორ გეკადრებათ? პირიქით. აი, გიყურებთ და მესმის გაიოზის, მესმის. ვინ არის ჩემი და? ერთი უბრალო გაუნათლებელი ჩვენში რომ იტყვიან ბნელი ქალიო არა რომელმაც ოჯახისა და შვილების მეტი არაფერი არ იცის. აი მე მირჩენია თქვენისთან და დამყავდეს. არ ვიცი რა დაგემართებათ რომ გაიგოთ უბრალოდ. მოგეშინიათ მითხარით. მე გაიოს კარგად ვეცნობ. ასე რომ გაფრთხილებთ შანტაჟისათვის ბზადა ვარ. მაშინ რატომ არ მაგდებთ? რატომ არ მიდიხართ? როგორ ითქვენთ ასე თუ მსგავსად? სწორედ ამაზე ვფიქრობდი ახლა. არა მე ძალიან გამიკვირდებოდა ასე რომ არ გეფიქრეთ. განაჩვენ შეგვიძლია სიმართლის მოსმენა. განაჩვენ შეგვიძლია სიმშვიდის დარღვევის. თუნდაც ეს სიმშვიდე უსინდისოდ იყოს მოპოვებული. განაყოლას არ ეშინია რამე არ შეიცვალოს, რამე არ მოხდეს. და ვერც კი გრძნობთ როგორ ვეჩვევით გრაფიკს. დიახ, გრაფიკს. მატარებლებივით დავდივართ. ერთსა და იმავე დროს წუთი-წუთზე დაუგვიანებთ და მატარებლებივით ყრუვდებით. დიახ, ჩვენთვის მოგხსოვეთ ბუდე. ავაშენეთ კერელი, ჩამოკიდეთ დაბამბული კარი. გვესმის მხოლოდ ის, რაც ხელს გვაძლევს. ხედავთ მხოლოდ იმას, რაც საკმარისია, რომ ვიარჩევთ მე თქვენ არ გისმენთ. კარგია, მაინც. ეს რომ მივხვდები და შეცდომას დაუშვები თქვენთვის რომ მომეყოლა. არა, თქვენ გაზგერჩი. მე თვითონ მოვული ამ ბოლოს. ბოლოს ქვეყანა ჩალით ხომ არ არის დახურული. იცით რა? მე თქვენ მეცოდებთ. აბატეთ. კარგად განდებოდეთ. მოგზანდით ბატონო გიორგი, მოგზანდით. მადლობ, ჩემო მოგზანდით. რატომ დაგაგვიანდა გიორგი? კათედრის ხდომა იყო. გამომართვა პორტფელი. მარიკა მოვიდა? მოვიდა. ბადრი შენთან არ იყო? რა ხანია წამოვიდა? უნდა დავუცადოთ. ბადრი მოვარდა იგვიანა. გიორგი. ემა კათედრის გამგე, ხომ ხარ შენ? ჩემო ბეშავა. დიდი კაცი ხარ ჩემო გიორგი, დიდი კაცი ხარ და ვამაყობ შენით.
მაგრამ ერთი რაღაცა მაინც უნდა გკითხო, ჩემო გიორგი. ტელევიზორში რატომ არ გამოდიხარ? რა იცი? აუცილებელია. მათ რას უდგეხარ? მოდით აქ სანი. ეს რა მოია. ზონდა. კი არა. აბესალო. ბატონო. მოდი შეკაცო, მოდი სადღაც გელოდე. ეს როგორ გამობრანჯულხარ? რა იყო შეკალო რა გაგიკვირდა რა. გალსტუკი მე მაშინ მეკეთა გენაცვალე, როცა გალსტუკიზა ხალხსნიდან სამსახურიდან და ძალიან კარგ შვებოდე რომ იწოდე შე. რატო შეგაც? რატო და დამახჩო ამ დაწყევლილმა დამახჩო. მოდი გელოდებით, მოდი. ხო, საქმე მაგ აგრე პატარა და შემოვალ ახლა ეს. აი გურამი სად არის? გურამ. რა არის ბიჭი დაშაძინის გურამს გაიძა? არ უნდა ისადილოს? ნოლა, გურამ. მუსიკას უსმენს ალბათ. მეცადინო. ჯერ ჭამო გოგო, ეგლექსი მერე. არ მინდა დედა. არ მინდა საჭამე. მარიკა დღეს ტელევიზორში გამოდის. ტელევიზორი, რადიო. ასე ამ სახეობის ცხოვრება. მაშინ დასეცინე მსახიობის ცხოვრება. მე არ გავცინი. შენც ისე თქოს არაბერნარი. ამიტბა. მე რაღაცას მაინც ვაგებდი. ხო, რაღაც კაპიკების გულისთვის. რა ლაპარაკია კაპიკების გულისათვის? მომაწოდეთ ეს თეფშები. გამოვცვალოთ. ბადრი სად არის აქ? რა ვიცი მამას. გურამ. დაუძახე. არ დასწადოს ამდენმა კითხვა. იმის მაგერად რომ მიეხმარო დასცინი. ისე ხო? სხვა მშობლებს არ უყვართ თავიანთი შვილი, ხო? ესთან გაათავე ამაზე ლაპარაკი. რა ვთქვი, ასეთი ცოტა მიეხმარენ ეს გიორგი. საგილი მინდა და. მოეცადე გაჩენდი. უნდა წამწარონ კაცსაბილი. მაპატიე ბატონო, მე თავი. მე თქოში დაუდე მამას. მოიცან მე და გამარჯობათ ქალბატონო. გამარჯობათ. მოგზანდით. ნესტანი შინ არის? მე გახლავართ ბატონო, ვაგებ მიმსახურეთ რაშიაც გინდათ. თქვენი გულისათვის გაუჩინას გავაჩენ. მენაგვისათვის ვაგროვებთ ფულს და მანეთი უნდა მომცეთ. სამი იყოს ბატონო. როგორ გეკადრებათ? მანეთს ვაგროვებთ. ცოტა ბატონო, ცოტა. დაგვახრჩო ამ ნაგავმა, დაგვახრჩო. იქნება ეხლა მაინც გადაყარო. მაგან არ მომკლა. მე დამავალეს ფულის შეგროვება. დიახ. ხო მიცით ახლა მარტო ხელა ქალი ვარ და ადამიანს უნდა ყავდეს ვიღაცა. მაგან არ მომსპო ქალბატონო ელისაბედ. მაგან არ მომსპო. მომცემთ მანეთს. კი ბატონო რა არ მოგცემთ. ფული კი მაქვს, მაგრამ რკინის მანეთიანი შეიძლება. რა უშავს მე? ფული ჩემოდანში მაქვს, აგერ ამდენიც გინდა. ეხლა ეს სიაში ჩაგწერთ ბატონო სევერიანი. აბესალომი ქალბატონო ელისაბედ. უკაცრავად აბესალო. კარგად ბრძანდებოდეთ. კი, მაგრამ ერთი წუთით შემობრძანებულიყავით ახლა რა იქნებოდა ბატონო. თქვენისთან ჭკვიან ქალთან საუბარი ერთი სიამოვნებაა. რა იცით რომ მე ჭკვიანი ვარ? თვალებზე გეტყობათ ქალბატონო ელისაბედ. ბატონო სევერია. აბესალომი ბატონო, აბესალომი. უკაცრავად ბატონო აბესალო. მახსოვრობა კარგი მაქვს, მაგრამ ეხლა რა დამემართა არ ვიცი. კარგად ბრძანდებოდეთ. ხო მართლა სალომეს გადაეცით ჩემგან ძალიან დიდი მადლობა. ხო, კი ბატონო, გადავცემ. კარგად ბრძანდებოდეთ ქალბატონო. კარგად გინდა. ბადრისთვის უნდა დაგვეცადა. გიორგი, რას ვიფიქრები თუ ასე დაებიანებდა? დეიდარო. ვაი მე რა? რა გაყვია ეს მოდი დაჯექი. დაჯექი მაგიდასთან. აი ასე მეცადინეობს ეს. აი მუსიკის თანხლები.
მოიცილებით ვერ. მოაცილე გუბედურება მაგას. ესეთი მასა გიორგი შეცვალა. გიორგი ჯვარისწერია. ამათ რა მოუვიდა, ბატონო, ამათ. მაგათი შიშით ქუჩაში კაცს ვერ გაუვლია გაცა. გურამზე ამბობ მაგა? არა, გურამზე არა გაცა. ოკუპანტები ვით არიან, ოკუპანტები ვით, გაცა როდის მოკლავენ არიცი. ისი ბრალია. ჩემი ბრალი ხომ არ არის, ბატონო? არა, თქვენი არა. არც ჩემი, არც ბაბაჩემის და არც სალომეს. ო, და ბაშენა მართლა. მართლა სალომე. ქალბატონმა ელისაბედმა დიდი მადლობა შემოგითვალა. დიდი მადლობა. რისი მადლობა? რისი და გაიუს შავი მარმარილოს ლოდის თხოვა ქმრის საფლავისათვის და უშოვე. ნეტა ჩემთვისაც ეშოვე ერთი. რა შუაში ხარ? ისე მომგენაცალე ის. მაგრამ ვიღაცის არ რაღაცის ბრალი ხომ არის? მე მეკითხე. დიახ. რა, გაკმეკითხები რა? აი რაზედაც ლაპარაკობდი წერა. მე მგონი ყველანი ვარ დამნაშავე. ბავშვები ჩვენ თვალწინ იზრდებიან და ბევრ რამეს ჩვენგან იღებენ მაგალითს. წარმოუდგენელია, ის წარმოუდგენელი. არ არის წარმოუდგენელი, ლექტორს მატრიკულში ფულს რომ უდებდა, საგანს ისე გითვლის. ლექსის კითხვის დროს თავარია სუნდა. ექიმი წამოს რო ყიდის, ეს არ არის წარმოუდგენელი. დედა, შენ კიდე რა დაგემართა ვერ გავიგე, რას გადაეკიდე ამ სცენას? ნამდვილად ბაბილონია ეს სახში. რა დემართა ამბობს რა? მარიკას შვიდად ლაბარაკი არ შეხვდა. ტყუი მამა. მარიკა რა თქმა უნდა აჭარბებს, მაგრამ სიმართლეს ამბობს. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ყველანი ჩვენი სინდისის წინაშე უნდა ვიყოთ პატიოსნები. რაღაცა უნდა გწამდეს. ხომ მარიკა? როცა გწამს, არც ისე ძნელია ცხოვრება. მე გავაღებ. მოდი სადახარ ამ დახას უშენებს ის არდიგში. მარიკას შენ მთრალი ხარ? ძალიან მითხო მარიკას დავუძე. ეხლა. მარიკა. შენი ქმარი გიხმობს. მოვიდა? ფრალია. დედას გაკეთე. რა მოხდა მე დედა? აბა ბადრი ხო არ სვამს. მიდი და ნახა. მთრალი ხარ? კითხე. შენ ხო არ სვამ? რა ძალიან სუჩვები ვარ სვამ. აწის სისტემატიურად დავარ. ჩაიხეთ სარკეჭრას გეუბნები. ალბათ ლოგოგინას. დეშმა მითხრა რომ ცხოვრებას უნდა შევგო. რა შვები? მომიცი. ხო და მეც მოვიგიდებ ჩემს ნიჟარას, ოღონდ უბრალოს კი არა, 60 ოთახიანს ლოჯით და თავისი სათავსოები. მისთან ერთად არის ადექი. მე ვიცი. ადექი. მოდი მოდი მაგაც. აი ეს. ბაბოს. კარგი ბადრია. ცალკე ცხოვრება გინდა? მინდა. ადა მაგოცმაში. გონია გვეშველა მალე ჩვენი ბინა გვექნება. რა გვეშველა რა? მოიცა, მე ვარ ლოგოგინა კი არა. მე ვარ ეგვიპტელი მონა. რატომ აი და მეც ეგ მე ვიცი. ადე. ბიჭი ყოფილა. ვინ? ვინ და გაიოს? გაიოს სადნახე. თვითონ ნახავ. აბა? ისე კი არ არის, აქ ზოგიერთებს რო გონია, მე ხალხი პატივს ვცემს. ქალაქგარეთ წამიყვანა დუქანში, გამადიჟა. ძალიან ეწყინა, რო გაიგო, რო თქვი, რომ ეგვიპტელი მონა ვარო. ეგვიპტელი მონა კი არა, სასახელო კაცი ხარ. ადექი. მოიცა. აი. თქვენც მოგართვეს ქალბატონო მარიკა ყვავილებს. მართალია, მთელი ბაღი ვერ მოგიტანე, მაგრამ რაც შეეხება ახლა ეგვიპტელ მონას. ადექი. მოიცა, მაგოცე? კარგი ეხლა ბაბა. მაგოცე? ხო გიდა საკუთარები? მინდა. ყვავილები ხო მოგეც? მომეცი, აგიბერ. ო? დედიკო. ბაბა დედიკო, სადილზე ვერ მოვედი. ოქრო ყოფილა დედიკო გაიოზი, ოქრო. წამ. ვინას დამბირდაო? კარგი ეხლა. მე არავისი არ მეშინია. წამოდი.
არავისი არ მესმის. მე ყველაფერი თქვი. ეგ. წამობადრი რა. წამოდადრი. მიხაგები მომეცი, ეგ არის. მოდი. თითო 3 სამინუტოებს. კარგი. მოიცა? მაგოცე. კიდე მაგოცე. კარგი ბადრი ეხლა. აჰა, წამოდი. მოდი. ძალიან მომწონს ბადრი. თვრალი რო ხარ. მამა ერთი რამე უნდა გთხოვო. ოღონდ უარი არ მითხრა. განაოდეს მე მithქვა სულ არ. არა, ჯერ დაიფიცე რომ უარს არ. როგორ შევასრულო? მე ხომ გაიოზი არა. მამა. ხო კარგი. გეხურე. თუ ძნელი არ არის, რა თქმა უნდა შევასრულო. იცი ამას ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თქვი. გისმენ. მამა ერთი გოგო აბარებს შენთან. არა, ჯერ მომისმინე, კარგად მომისმინე. განა ყველა ნიჭიერი ბავშვი ხდება ინსტიტუტში. სუსაგანი იცის? ხდება. არა, მამა, ყველა არ ხდება. შენ უნდა დაეხმარო რა. ცოტა. ეს იყო შენი სათხოვარი. ხო, ეს იყო. ჩემთვის ეგ არ უნდა კი, მაგრამ მომისმინე, დამამთავრებინე, შენ ხომ არ იცი რა. რა არ ვიცი. მამა, მე არ ვიცი რომ გურამი მეორედ აბარებს ინსტიტუტში. მაგრამ გურამი სხვა. სალამე. მაცადე გთხოვ, დამამთავრებინე. მე არაფერს ხომ გარდა იმისა რომ ყურადღება გამოიჩინოთ ერთი ბავშვის მიმართ, რომელმაც ფრიადებზე დაამთავრა საშუალო. მე წარმოებაში მუშაობდა და იმ წარმოებიდან მადლობით სავსე დახასიათება აქვს. მე არაფერს ხომ გარდა იმისა რომ გამოცდების დამთავრების შემდეგ გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი. განა ეს საწყენია. შენ ასეთი ლაპარაკი არ იცოდი. ცირა, აი ყველაფერი წერია. მამა, უსათუოდ უნდა შეუსრულო, ეს მისი პირველი თხოვნა. საკვირველია. ესე იგი არის რაღაც, რის გაკეთებაც გაიოს შეძლებია. არა, მამა, მე თვითონ დავპირდი. ცის ისე განიცდი და მე რომ არ შეუსრულო, თავს მოვიკლა. სო. გესმის? რას ამბობ? ჩემი ბრალია ეს ყველაფერი. თავზე რომ დაგისვა და გაგანებივრე. თავს მოიკლავს. რა თუ გესმის ახლა რა თქვი შენ? დაჯექი. შვილო. მე თუ ცოცხლობ, მე თქვენით ცოცხლობ. მინდა რომ გზაზე დაგაყენოთ, ბედნიერები იყო. აი ამ 3 წლის წინ რომ ვხდებოდი, იცი რომ გადამარჩინა. თქვენზე ფიქრმა. თქვენ რა გეშველებოდა, თქვენ ხომ არაფერი არ იცით. და ახლა მინდა რომ დაგტოვო, ხო? წახვიდე ისე რომ არც კი იცი სად მიდიხარ, შენ ბრმასთავით მიეხედებ. მე ვიცი სადაც მივდივარ. არა ბატონო, არ იცი. ვიცი, მაგრამ შენ არ გინდა ჩემი გაშვება. მართალი ხარ, ასე გაშვება არ მინდა. ხო და ეს ეგოიზმია, გესმის ეგოიზმი. შენ არც კი იცი რა არის სიყვარული შო. ვიცი. არა, შენ ბრმა ხარ. ხო ვიყო ბრმა, ყრო არაფერი ვიცოდე, ოღონდ ბედნიერი ვიყო. შენ არც ბედნიერება იცი რა. ნუ ხომ ვიცი რომ არსებობს, განა ეს უკვე ბედნიერება არ არის. ჩვენ სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ. ჩემი ბრალია არა. რა გატირებს? მე რასაც ვამბობ, შენი გულისთვის ვამბობ. მამა ვარ. უცხო ხომ არ ვარ. ნუ ტირ. რამდენი ხანი არ გამოჩენით? უკაცრავად ასე გვიან რომ გაწუხებთ. რა ქენით? დამარცხეთ ბოროტება. შეუძლებელი მოვინდომ. რატო? ცილის წამება ადვილია თუ კი იკადრებ. მე ვინა ვარ? ერთი უნიჭამ სახეობი ვარ. არაფერი არ გამაჩნია. ფული ხომ არ გინდათ? მიწას დამახსოვრებთ არა? სასაცილოა. ბევრ რამეს მიმახვედრა ცხოვრება.
ახლა რისთვის მოხვედით? თქვამია მარტო კაცი ჭამაში აცოდვაო, ჩემი ბრძოლა წყლის ნაყვავ. ისევ თავიდან იწყებთ, არა? მისმინეთ. ბავშვები გასაზრდელია. ბევრი რამე უნდათ. უცხოენას სწავლობენ მუსიკას, ჩემი და კი მე ხელფასი რა მაქვს. ჩემი თავი ვერ შემინახავს. თქვენ თუ ეტყვით, გაიოზი უფრო გულისყურით მოეკიდებიან. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ამაზე ერთი წუთით არ ვიფიქროთ. დიდი მადლობა. არა, მადლობისათვის არ მithქვამს. განაყოლა ასე არ მოიქცეოდა. ჩემი არებას თქვენს ბავშვი ყოფილხართ. ოღონდ არ გეწყნოთ. ბავშვებმა რა დააშავეს? არაფერი. ანე რა დავაშავე, მითხარ. თქვენ არაფერი. განა ასეთი რამ არ ხდება. როგორ არ ხდება? აბა რატომ გონიათ რომ რაღაც საშინელებას ვაკეთებდე? ვინ გითხრათ? სრულიადაც არა. კარგი, დავანებოთ ამაზე ლაპარაკს თავი. დარწმუნებული იყავით რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუ კი ამ ამბავს შეიძლება კარგი უწოდოთ. თქვენ მოძალობთ ასე. არაფერი. მადლობთ რომ დაიმედებულს მიშოვთ. ღმერთმა ქნას თქვენ მაინც იყოთ ბედნიერი. მაქვს. 47. მაქვს. 87. მაქვს. მოდი თქვი რა გაქვს და დავამთავროთ ბარემ. რატომ აბესალო? იმიტომ ელისაბედი, იმიტომ. დავამთავრე. რამდენი დარჩა, რამდენი? 1.75. ხო და ეს 75-ს ამევიღებ და დავამთავროთ ბარემ. კი ბატონო. მართლა 75 არაფერი. შენთან არ არის? 75 დავამთავრე. აი, მომილოცავს, ელისაბედი, მომილოცავს. მადლობა. ისე კაი თამაში კი გწოდნია, ხო იცი? ერთი ეს მითხარი. სად ისწავლე ამისთან კაი თამაში, ჰა? მეც მქონდა ერთი დრო. ერთი დრო ყველას მქონდა, ყველას. მაგრამ კიდე რო გვინდა? დავბერდით აბესალო, დავბერდი. არა, რა დროს ჩვენი დაბერება, ლიზა. რა დროს ჩვენი დაბერება, აგინაცო. შენ არ გძინავს ვიზიკო? ბიძი აბესალო. შეიძლება ადამიანი ერთდროულად ბედნიერიც იყოს და უსინდისოც. რა ვიცი, აბა როგორ გითხრა ახლა ვიზიკო, მაგრამ შენ რა სიტყვი ლიზა? აი რატომ ხდება რომ შენ ბედნიერი ხარ? ვიღაც კი შენს გვერდით. მართა გოგოს ნეტავი, რა? სიყვარულმა იცის. ო, კარგი ბიჭია, გაიოსი, კარგი. კი. ხო, მართლა, ლიზა. შავი მარმარილო რომ გითხოვია გაიოზისთვის. ბინის გაფართოება ვერ თხოვე შეგალო. ალა შენი ქმარი ამას გაიგებს და დაგიფასებს თუ რა? ასე რომ ცოდნოდა აბესალო? ცოცხალ კაცზე უნდა იფიქრო ჩემო ლიზა, ცოცხალზე. მკვდარს კარგი მოგონება ბატონო და ცოცხალს პატივისცემ. კაცი სანამ ცოცხალია, მანამდე უნდა მოვლა თუ არა? რომ მოკვდება, მერე გინდა შავი მარმარილო და ადეგულზე და გინდა თვითფრინავი. ჩემი საცოდავი ქმარი მეტის ღირსი იყო. რომ მოგეკლა წვეთს არ დალებდა, წვეთს. მართლა არ სვამდა? წვეთს არ დალებდა. აბა მაგას მოუკლავს ის საცოდავი, ეგ არის. აბესალო, შენ ხომ არ სვამ?
აბა, მაგრამ ნორმაზე. მაინც რამდენია შენი ნორმა? კაი, არ დამიწყო ახლა გამორკვევა. რევის გულისთვის დავანებე მე სოფელში მუშაობას თავი. საწოდავი ისეთი წყნარი იყო. ისეთი წყნარი იყო, აი სადილად რა უნდა გამეკეთებინა, რა უნდა მომეტანა მისთვის, დაჭდებოდა და უჩუმრად შეჭამა. ახლა ჩემი მარიამი და რადია სახლისი იყო, რადია სახლისი. მარტო ტყემალს გააკეთებდა კაცო, ტყემალს. იმისთანაც რომ ერთი ჰამლეტია იყო ჩვენში აბრამიძე და ბოთლით სვამდა იმ ტყემალს. დიდი ამბავი, ტყემალი მაღაზიაში რამდენიც გინდა? ახლა აჯიკაც არ იკითხა. აჯიკაც არის მაღაზიაში. ხო და რომ მოვკვდები მე დამაყარე გულზე მაღაზიაში ნაყიდი ტყემალი და აჯიკა და იაფად გამოხვა. აბესალა. შენ ცხოველები გიყვარს? კი, ვეფხ. არა, მე შინაურ ცხოველებზე გეკითხები. შინაურ ცხოველი მე ვარ, აგერ გეკალო. სერიოზულად გეკითხები. მაგალითად? კატა. კატა არ გამაგონო გაჭერდი. კატა არ გამაგონო. მე კი მიყვარს. თუ მართლა გიყვარვა? კატები უნდა შეიყვარო იცოდე. მარტო შე რომ მიყვარდი არ შეიძლება გენიცანა. არა, ბესალა, მარა. მე სამი კატა ვარ. ხო და მეოთხე მე გეყოლები აგერ ჭირი. ვინ აღშოხამისას მე გადაგდები. ყველა შინაარსო. კი, გურამი არა სახში, მაგრამ იმას გასაღებით არ ნაობს, კაცო. გადარეული იქნება. ბადრია გოგო ხამძი. როგორ ძიას გააღვიძე. აგავდრებს გოგო, გაჭუნდი. მარიკა! ბადრია უნდა ჩარა. გურამი დაიჭირეს მარიკა. გურამი დაიჭირეს, ბადრი მიშვები. დაიჭირეს, ბადრი დაიჭირეს. დაიჭირეს. გურამი დაიჭირეს. რა მოხდა? არაფერია ხაბატონებთან. რა მოხდა? მაინც ხომარ გადაგუგუნდა. გურამს მანქანაში რა უნდოდა? ბადრა მე მივეცი, მაინც მე დაღუპე შვილი. მანქანაში არა დაიჭირეს ადამიანო, დაიჭირეს. რა მოხდა? გურამი დაუჭერია. არა, შეცდომა იქნება. აი, ტყუილია, ტყუილი. ჩემი ბრან გუციკო გაგოდებინე რა. ჩემი ბრან. რა იყო? რა? წავალ, ხოდა ყოველთვის გავახდე. დაცნობით, მე გავახდე, ჩავეწვი და წავალ. ისმეთ? დიახ. მე გახლავართ? დიახ. გავიგე ბატონო. გასაგებია. მისამართი ბრძანეთ? მოვდივარ. ახლავე წამოვა. არავითარი გაუგებრობა. აეროდრომზე დაუჭერია. რატომ? მაგას მე უნდა გეკითხებოდე. არ იტყვი იგივე. კაცი გაუტანია. ვაიმე. რა გავქნა ახლა? ვაიმე. უნდა წავიდე. აი ზეცა ბადრი. არა, საჭირო. იჯან გამოვიდანეთ. ვაიმე რა. გამარჯობა სალომე. გამარჯობა ბატონო გიორგი. გაიოსიცი რა მოხდა? ვიცი, მე სწორედ ამიტომ მოვედი. გაუგებრობა. მეტი არაფერი, გაუგებრობა. დიახ. აი, მალე თქვენ შვილსაც ვიხილავ, ჯამრთელს უვნებელს ისე როგორც მე მიყურებ. რა მოხდა გაიოს? გამარჯობა მე სალომეს დედა. ძალიან სასიამოვნო. დაწყნარდით ხალბატონებთან დაწყნარდით. თქვენ დედა და რომ ბრძანდებით არა? ო, ეს კი აბესალომია. აბესალომია ახლა. გამარჯობა. ეს კი ხალბატონი ელისა დედია ბატონო, ჩემი მეგობარი. ჩვენ მგონი შორიდან ვიცნობთ ერთმანეთს, დედა, გაიოს გაიცანით ეს ჩემი უფროსი ქალიშვილი გახლავთ მარიკა. ძალიან სასიამოვნო. ო, ბადრი შენ შეგეშინდა? არა, როგორ. ვიფიქრე დაურეკავ. რა გამაჩერებდა? გაუგებრობა, მეტი არაფერი. მადლობა. მოგზადეთ. ძალიან გვიან არის. მე პირველად ახარ ჩვენთან. ვაი, სამწუხაროდ ასეთ უსიამოვნო ამბავზე მომიწია პირველად. გურამს აეროპორტში რა უნდოდა? გიორგი, მაპატიე რომ ვეკითხარი, მაგრამ ამ ხანაგის დასახვედ რაც წავიდა და უარი ვერ უთხარი. ასე რომ, ბატონო გიორგი, უნდა მაპატიოთ ჩემი უდროოდ მოსვლა. კაცრავად, მე მილიციაში მივდივარ. არა, არ არის საჭირო. მე უკვე ყველაფერი გავაკეთე. დაუჯერე გიორგი.
თქვენი მისვლით უფრო გამწვავდება საქმე. მე ხომ გიცნობთ. მე სიმართლე მაინტერესებს. გიორგი, ხომ გეუბნება გაუგებრობაო და თუმცა წავიდეს, წამოიყვანოს. არა, ქალბატონო ნესტან, მე მომანდეთ ეს საქმე. ბაზნო გიორგი, თქვენიცანაც მილიციაში რა უნდა. ისინი თქვენ რომ დაგინახავენ, უფრო პრინციპულად დაიწყებენ ლაპარაკს და უფრო გაგუჩნდება საქმე. მე უფრო გამონახავ საერთო ენას. რა მოხდა მაინც? არაფერი, ბატონო გიორგი, არაფერი. უბრალოდ მანქანა დააჯახა კაცს. მოკლა? არა, ხელი მოტეხა. მე ბავშვია შეეშინდა. მე ის კაცი გავაჩვენე. გაჩვენეთ? ის კაცი არ მომკვდარა, ბატონო გიორგი. მოკვდა კი არა. მადლობელიც კი დარჩა. ახლა ასეთ შემთხვევებში ხშირად ხდება. მე არ მესმის თქვენ რა შვაში ხართ? გიორგი. რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ჩემს ადგილას ყველა ასე მოიქცეო და თუ რა თქმა უნდა რა? არა, თქვით? არა, ნამდვილად რისიგერიდება? არა, ნამდვილად არ ღირს ბატონო გიორგი. გიორგი, რა მოგივიდა რა მოხდა? არაფერი არ მოხდა, ხო? არა, მოხდა. სხვათა შორის მე თქვენთვის ნება არ მომიცია ჩემი ოჯახის საქმეები გადაწყვიტოთ. არც თქვენი გადარჩენილი შვილი მინდა. ჯერჯერობით მე ცოცხალი ვარ. კარგი, გიორგი რა არის? მამა. ბატონო გიორგი, მე თქვენთვის არც ისე უცხო ვარ. მე და სალომეს გვიყვარს ერთმანეთი. სიყვარული ეს თქვენი საქმეა. სამწუხაროდ ვერ ჩავერევი. მაგრამ არც თქვენ მოგცემთ უფლებას ჩემი ოჯახის საქმეებში ჩაერიოთ. მე არ ვიცი ბატონო თქვენ ვიმბრძანდებით რა გინდათ, ვიცი ცხოვრობთ, ვითი ვცხოვრობ? ცხოვრობ ისე როგორც თქვენ? ძალიან გთხოვთ. მე ნუმედრებით აქ როგორ გეკადრებათ? მე ეს ერთი წუთითაც არ მიფიქრე. მაგრამ ხომ შეიძლება მეც გითხოთ, ვინ ახართ? არა, თუმცა ეს უკითხავ და ძალიან კარგად ვიცი. მე მასწავლებელი ვარ, მაწვევ. არა, ბატონო გიორგი. თქვენ უფრო მეტი ხართ, ვიდრე მასწავლებელი. ამასაც შეუძლია უბრალო მასწავლებელს. ამოდენა ბინა გქონდეს. მანქანა. ამდენი ხალხი არ ჩინოს. მარტო ამ დათვით აბესალომს რამდენი? ვინა რაღაცა დათვი. მაბატე აბესალომ ისე თქვი უბრალოდ სიტყვას. კი, მაგრამ დათვი მაინც ნამეტანია ბატონო. კარგია აბესალომ არ მინდოდ მაბატე. მე მეცაც გეტყვით ბატონო გიორგი. აი მე აქ რომ შემოვედი სიმართლე გითხრათ გამიკვირდა. მეგონა რა ვიცი უფრო უკეთესად იქნებოდით. ავეჯი უკეთესი გექნებოდათ. რატომ გაგიკვირდა? იმიტომ რომ თქვენ მეტის ღირსი ხართ. მე თავს დაჩაგრულად არ გძნობ მაგრამ. საოცარია. რა არის საოცარი მაწვევ? აი ბატონო გიორგი, თქვენ სახელოვანი კაცი ბრძანდებით. პედაგოგი, რამდენი თაობა აღზარდეთ ხომ? ცოდნამიათით გზაზე დააყენეთ. მე ამისათვის გასამრჯელოს ხობულობე? არა, რამდენია რომელსაც საერთოდ არაფერი გაუკეთებია და თქვენზე უკეთ ცხოვრობს. ეგ ჩემი საქმე არ არის. მე კი მეგონა რომ ბატონო სწორედ ეს თქვენი საქმე. ეს მე ჭკუას მასწავლის. არა, ბატონო გიორგი, როგორ გეკადრებათ? მე ძალიან ვთხოვთ რომ სწორად გამიგოთ. მე რა ვიცი, მე თქვენ ისეთ კაცად მივაჩნი ხართ, რომელსაც შეიძლება ადამიანმა სიმართლე უთხრას და დარწმუნებული ვარ, მე ამაში არ ვცდები. და მე რას არ უნდა თვალი დავხუჭოთ. მე მაინც თქვენი ახლობელი ვარ. თქვენი სიძე. ეგ ჯერ კიდევ საკითხავია. თქვენ ცოლშვილს რა შეუგნებით? და რა უნდა მამა? კარგი დაწყნადი სალომე, დაწყნადი სალომე. ბატონო გიორგი, რასაც შემოვედი, სულ თქვენგან თავის დაცვა მიხდება. არის თითქოს ვიღაცა მაგამ ხედრად, ჩემს წინააღმდეგ გაგაბრაზად. მე მეგონა თქვენ ისეთივე ობიექტური იქნებოდით ამ საქმეში, როგორიც საერთოდ ბრძანდებით, მაგრამ მე მაინც გიპასუხებ. ჯერ ერთი ეს ჩემი პირადი საქმე. თავის დროზე მოხდა შეცდომა. თქვენ რა გონიათ ჩემთვის ადვილი იყო მათი მოცილება?
მე ისინი როგორც საკუთარი ხორცი ისე მოვიგლიჯე გულიდან. ეხლა როგორც გითხარით, მოხდა შეცდომა და ადამიანი იმის განსხვავდება ცხოველისაგან, რომ ამ შეცდომის გამოსწორება შეუძლია. დამაცადეთ ვიყარდეთ. გიორგი, არღის ნერვების ასლად, მარიკა წყალი. მამა, რანდა გიმართა, მამა, ხომ ხედავ, არაფერიც არ მოხდა რა. გიორგი, გაიოზი პირველადაა ჩვენთან. ცოტა სხვანაირად დაელაპარაკე. გაიოზი, გვაპატიეთ. გურამის ამბავმა თავს ააგებინე. ძალიან წუხარ ჩემი გულისთვის ასე რომ იშლით ნერვებს. დამერწმუნეთ მე ამას არ ვიმსახურებ. ბევრი რამ მითხრას თქვენზე. ტყუილია, მამა, ტყუილია. მეც რამდენჯერმე დამირეკეს, მოვიდნენ კიდე. სალომე. მადლობ, სალომე. ასე მგონია სასამართლოში იყო დაძახებული. მე თქვენთვის არ დამიძახნია ბატონო. ესე იგი რა? მე ჩემი ფეხით მოვედი ჩემი საქმის გარჩევაზე რა? თქვენ ჩემთვის ყველაფერი ნათელია. გიორგი, დაუკვირდი რას ამბობ. მარიკა, მოიტანე ღვინო, ხილი. მადლობთ, თავდადონესა. მე მეშქარება. გვაპატიეთ. იცით, გურამის ამბავმა ძალიან დაგობნია, გიორგიც აღარ როგორ ვიყავ, პირიქით მე მაპატიეთ, თუ რამე გაწყენეთ ჩემ და უნებურად მოხდა. აწეჩევა ისე ზიმა თითქოს სახლი არ გქონდეს. მაგრამ ესე გამეხარდა ბატონ გაიოზის გაცნობა. მას იმდენი სიკეთე გაუკეთებია ჩემთვის. რა თქმა დიდი ამბავი. ყველას ეხმარებით. საკვირველია პირდაპირ. რა თქვენ ასე არ იქცევი? არა. ხო, მართლა, თქვენ ხომ შვილსაც არ დაეხმარეთ. არა, მე თქვენ არ გამტყუნებთ, პირიქით. მე მიმაჩნია რომ ეს მხოლოდ დიდსა და პატიოსან კაცს შეუძლია. პრინციპულ კაცს. მე უბრალოდ კაცი ვარ და ამიტომ დავეხმარე გურამ. თქვენ ჩემს ადგილზე დაუფიქრებლად გავუშვებდით ციხეში. დაუფიქრებლად. თუ დასაჯელია და ისაჯოს. არა, ხო ვხედავ. რას ვხედავ კაცო? ნუ გიორგი, საოცარად თუ ვერ ხვდები. მაწვილო, თქვენ გამიწყდებათ ვისთან ლაპარაკობთ? როგორ გეკადრებათ? ბატონო გიორგი, მე ეს ერთი წუთითაც არ მავიწყდება. ნუ რომ ისოდეთ, აი როგორ არ მინდა ერთი ნამცეცი წენა მაინც რომ მოგაყენო. საიდან იცით თქვენ ყველაფერი ასე დაწვრილებით, ა? საინტერესოა. ასე უცებ აქ როგორ გაჩნდით თქვენ ეს, ა? რა უნდობლობა? ბატონო გიორგი, ნუ თუ პატიოსნება უნდობლობას ნიშნავს. ნუ თუ პატიოსნება კარებია, რომელშიც მხოლოდ ზოგიერთებს შეუძლიათ შესვლა, რომ გამოიკეტონ იმ დახუთულ ოთახში, სადაც მხოლოდ კანონია და სხვა არაფერი. თქვენ რაღაც ძალიან მაღალ ფარდოვნად ლაპარაკობთ. რა ვქნა ბატონო გიორგი, მე შეიძლება ისე ვერ ვთქვი, როგორც საჭიროა. აი, თქვენ როგორი ყოფილხართ? მე ერთი უბრალო კაცი ვარ. კარგი მამა, კარგი გიორგი, შენი. ესე იგი, თქვენ ჩემსა და ჩემისთანების ცხოვრებას ეჭვით უცხერით, არა? გიორგი. არა, დამაცადეთ, თქვენი იცით რას თქვით ახლა? მე მხოლოდ ის ვიცი, ბატონო გიორგი, რომ არ მინდა თქვენ გაწყენო. აი, თქვენი პატიოსნება რომელიღაა? უგაცნობთ რა, სხვადასხვანაირი პატიოსნებაც არსებობს? ჩვენ არ შეიძლება ერთნაირად პატიოსნები რომ ამაშიც თუ განსხვავება იყო, არ მეგონა. რა ეხლა არ გინდათ რომ მაინც და მაინც შეურაცხყოფა მომაყენოთ, არა? მართალი ყოფილა თქვენი სიძე. რასაც თქვენზე ამბობდა და მე არ უჯერებდი. მაპატიე ბადრი, ასეთ მდგომარეობაში რომ გაყენებ, მე იძულებული ვარ თავი დავიცვა. ვიტყვი. არ არის საჭირო. მე ვთქვი რომ ეგვიპტელი მონა ვარ. არ მაინტერესებს ბატონო. მოითმინეთ, ჯერ სადახართ. ბატონი გიორგი ფარაონია. ღმერთო მომკარით. ფარაონი. ფარაონი რატომ? იმიტომ რომ თქვი ბარე. ციგნი რომელსაც კათედრაზე ყველანი ვწერთ, პირამიდაა და შიგმარტო პატივცემული გიორგი ჩაწვდომით. ესე იგი, ჩვენ შრომას მიითვისებსო, არა? აი თქვენ ეს იცოდით? არა, ეს არ ვიცი. აი ეს ვისი პატიოსნება? თქვენი თუ ჩემი? მე არ ამგონია რომ ეს თქვენი პატიოსნება იყოს. ბადრი ნასვამი იყო. არა ბადრი. არა. მე მართლა ასე ვფიქრობდი და ეს საშინლად ნანა. აი თქვენ კი უსინდისო ყოფილხართ.
მე დამბრალდა. ჩემო ბადრი. მე ზურგს უკან ლაპარაკი არ მიყვარს. და სხვათა შორის შენ თვითონ რომ არ გეთქვა, ეს ამბავი ამას ჩემგან ვერანი გაიგებ. მე განაწერია. ბადრის ხმისა რომ ვიყავი, მეც ასე მეგონა. აი თქვენ კი რა გინდათ ამით რომ დაამტკიცოთ? მე არა. მაშინ მე თქვენთან ლაპარაკი დაამთავრა. იცით რას გეტყვით? გურამს მე თვითონ მოვუყვე. სახლიდან მაგდეთ რა. როგორც გენებოთ ისე ჩათვალეთ. მამა. რა გისახლიდან მაგდებთ? მაშინ ერთი წუთით კიდევ მომისმენ. მე სრულებით არ მწყენს. არ მწყენს, იმიტომ რომ აი გრძნობ რომ ცდებით და ცდებით ისე მწარეთ რომ მეცოდეთ. რაგიც ჩვენ ფილოსოფიური კამათი გავმართეთ, მაშინ დამამთავრებინეთ კიდეც. მე მგონი აკრძალული ხერხია, როდესაც მოკამათეს სახლიდან აძევებენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ის მართალია. დავიწყოთ იმით, რომ თქვენ ჩემი პროკურორი ნამდვილად არ ხართ. გაიოს როგორ ელაპარაკები მაგ. გავგიჟდები კაცო, გავგიჟდები. ხმადნო გიორგი, აი ერთი წუთით დაფიქრდით თქვენ. მადანაშაულებთ იმაში, რომ მე ვიღაცას ვეხმარებ. თქვენ ამას უპატიოსნოს აქციელად მეთქვით. მე გიგპასუხობ. განა თქვენ გააქვთ მორალური უფლება ჩემი პროკურორი იყოს? როგორ უნდა? ხო, მიგიტყვეს სადეთ. ბადრია შენი საქმე არ არის. აცალეთ. რა აცადოთ მამა რა? ეს მიყოფილა სალონი. არა, ბატონ გიორგი, თუ გნებავთ, მე გავჩუმდები. თქვით. აი ერთი წუთით დაფიქრდით თქვენ. თქვენ შვილსაც არ დაეხმარეთ და ის გარეთ დარჩა. როგორ დავიდე? თქვენ გონიათ რომ თქვენი შვილის ადგილი პატიოსანმა სტუდენტმა დაიჭირა? ბატონო პროფესორო, განა თქვენ თვითონ არ მოაწყვეთ ნაცნობობით ვიღაც გოგო. მე რა უყოთ რომ იმ გოგოს ყველა საბუთი ყალბი ქონდა. რა, თქვენ ცუდი გააკეთეთ? გაიხსენეთ ვიზე გეუბნებით. აი სალომემ რომ გთხოვა. ესმის რას? ყველა საბუთი ყალბი ქონდა? რა, არ იცოდი? ეს არ ვიცოდი. თუმცა ამ საქმეს კიდევ ეშველება. არა, იმ გოგოს ხელს ვერავინ ახლებს. მთელი ჯაჭვი ერთმანეთზე გადაბმული. ვინც ის საბუთები გასცა, ვინც გამოცდები ჩაიბარა, ისინი რა სიტყვიან, ასე იოლად დაგეთანხმებიან, თანაც განსაკუთრებული არაფერი არ მოხდარა. ყველა ერთმანეთს ვეხმარებით, მათ შორის თქვენც. ნუ გეშინიათ, მე ამას არსად ვიტყვი. მატვილო, მე ვისი უნდა მეშინოდეს. აი ახლა როცა ყველაფერი გავარკვიეთ, მაინც რა გავარკვიეთ? ყველაფერი. ის გავარკვიეთ, რომ მე თურმე უგულო სინდის გარეცხილი ბოროტმოქმედი ყოფილა, ხო? საქმე, რომელსაც მთელი სიცოცხლე შემწირე, ყალთაბანდობა ყოფილა. გიორგი, დაწყნარდი შენი ჭირი, მე რა გინდა ჩვენგან, რა? თქვენი კარგად ყოფნა ქალბატონო. როგორ ლაპარაკობთ? მართლა ეს ქვეყანა თქვენი ხომ არ გონია? წადით აქედან. წადით. როგორ მე სხვა დროს მოვ. კაცო, ვინ ყოფილა ეს? წავიდე, გავეთრიო რა. არა, მე უბრალოდ არ მინდა. ხალხმას თქვას, რომ სალომეს საყურები ქრთამათ აიღესო. ხომ იცით, ზოგიერთებს რა ბინძური ენა აქვთ. შეიძლება ისიც თქვა, რომ თქვენი ჰაერში გამოკიდებული კრისტალური პატიოსნებით, თქვენი შვილების ბედნიერებას წინ ეღობებით. შეიძლება ესეც თქვა. ვინ ყოფილა კაცო ეს? რა გინდა ჩვენგან, რა? უკაცრავად. არ გაბრძანდებოდეთ. თუ რამე გაწყენინეთ, ბოდიშ ვიხდი. სალომე, წავიდე. სალომე. ეს მაგზარო. მე ბავშვს ველოდო. ტყუის გიორგი. სალომე თქვი რომ ტყუი. სალომე. შენი ჭირი მე ტყუის. შენა. არაფერი გითქვა მშობლების თუ? რა იქნებ ბავშვით სამარცხვინო იყოს. თუმცა როგორ შეიძლება? ეს ხომ პატიოსანი ოჯახია. გიორგი! ექიმია, ტელეფონი სად არის? ტელეფონი.